10 წელია რაც ომი დამთავრდა, მის შემდეგ სხვის სახლში ცხოვრობ. გორიდან ვარ წამოსული, გურიაში. ისიც არ ვიცოდი გურია სად იყო. ძალიან მცირეწლოვანი ბავშვები მყავს. მყავს ფსიქიურად დაავადებული ბიჭი 29 წლის, რომელიც ძალიან იტანჯება და არ მაქვს იმის საშუალება ჩემი შვილი მოვარჩინო. ელემენტარული სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს. მაქვს დახმარება, მაგრამ ეს დახმარება არაფერს არ მიშვება. კიბეცი ვერ ავდივარ, თაგეთ კიბე დამტრეული არის ძლივ. ვერ შევდივარ ამ კიბეცში. ნახეთ რა დღეში ვარ. სტეკლები აი ნახეთ ბავშვმა რო დაამტკია ის არა მიხეკით. სახლში წვიმა ჩამომდის. მეზობლებმა პატარა სტეკლები მომწეს, ჩავსვის პატარა სტეკლები, მაგრამ სხვები დამტრეული მაქვს სულ, ფანჯრები. წვიმა შეძდის ბავშვს. ქარი შემოდის. აი მოგზავნე და ნახეთ, აი ამ სახლში ვცხოვრობ, აი დააგებდი, აი და ეს დააგებდი, აი ამ სახლში ვცხოვრობ. აი ეს როგორ უნდა იარსებოს ავანტყოფმა ბიჭმა. როგორ ნახეთ, აი რა დღეში ვარ. მეზობელმა ეს საწოლი მომცა, ნახეთი როგორი საწოლია, დამტრეული არის და ასაწყობია, გასაკეთებელია, რა გავაკეთო. როგორ უნდა დაიძინო ადამიანმა. დამეხმარეთ რომ ეს ავადმყოფის შვილის მაინც 29 წლის ბიჭი მყავს, ლოგინად ჩავარდნილი და მომეხმარეთ, ჩემი კუთხე ერთი ოთახი მაინც რომ მომცეთ, რომ ჩემი შვილი გადავარჩინოს სიკვდილს.